ხოშტარია და მსგავსი ადამიანები ჰელსინკის კომისიის პირადი პატიმრები არიან. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე, რომლითაც პაპუაშვილი ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების გამართლებას ცდილობს. პაპუაშვილი დღეს ამბობს, რომ ჰელსინკის კომისია აქეზებს აქტივისტებს და ოპოზიციის ლიდერებს დანაშაულისკენ, სვამენ ციხეში, არ ახდევინებენ გირაოს, რომ შემდეგ ეს ხელისუფლებაზე თავდასხმებისთვის გამოიყენონ. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელი ბრიფინგი ისევ პოლიტიკურ ოპონენტებზე, ევროკავშირსა და ნატოზე თავდასხმისთვის გამოიყენა. პაპუაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პროევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს. ანტიდასავლური გზავნილების მთავარი გამხმოვანებლის განცხადებებს ახლა სალომე ლაბაძე უფრო დეტალურად გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. Mark Rutte am მოწოდებას რომ საქართველოს პროევროპული განვითარების გზას უნდა დაუბრუნდეს და რომ სწორედ ეს კურსია გზა ნატოსთან დაახლოებისკენაც ქართულ მოცემამ შეიძლება ითქვას რომ დღეს ერთგვარი აღიარებით უპასუხა და შავა პაპუაშვილის პირით პრაქტიკულად პირდაპირ გითხრა რომ ამ პარტიას საერთოდაც არ აქვს ამბიცია რომ ის მიიჩნეოდეს პროევროპულ ხელისუფლებად, პროევროპულ ძალად. არამედ მეტიც პაპუაშვილმა გითხრა რომ დღეს საქართველოს ევროპისგანაც ისევია დასაცავი, როგორც დასაცავია ოკუპანტი რუსეთისგან. რაც შეეხება კონკრეტულად ნატოს ამ ნაწილში როგორც მოსაოდნელიც იყო ივანიშვილის ამ წარმომადგენელმა პარტიის ტრადიციული გზავნილი გაიმეორა იმის შესახებ რომ თითქოს ახლა ომი უკრაინაში მიმდინარეობს იმის გამო რომ თავის დროზე უკრაინამ გამოხატა სწორედ ნატოსთან დაახლოების სურვილი ანუ ნაცვლად იმისა რომ პაპუაშვილს საკუთარ ვრცელ პასუხში ერთგან მაინც აღენიშნა რომ საქართველოს მიზნად ისევ რჩება ნატოსთან დაახლოება მან და ამ სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციის საფრთხეს წარმოჩენა საქართველოს მოქალაქეების წინაშე პაპუაშვილმა ასევე მოსაოდნელად გაიმეორა ის გზავნილიც, რაც უკავშირდება ნატოს მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ ქართველი ჯარისკაცების თავდადებულ ბრძოლას ამოეფარა მორიგჯერზე ამ თემაზე საუბრისას, იმის მიუხედავად, რომ ახლა საუბარია სწორედ ამ ბრძოლის გზიდან გადახვევაზე ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენი ერთ-ერთი გზა არის ქართული გზა. და ეს ტერმინოლოგიური ჟონგლიორობა პროევროპული, ანტიევროპული, პრორუსული, პროჩინური, ანტიირანული, მოკლედ ეს პროები და ანტიები, ეს ყველაფერი მოფიქრებულია იმისთვის, რომ აგვაცდინონ ჩვენ თავარ გზას, რაც არის ქართული გზა. და ასე წარმოსახონ, წარმოვაჩინონ საზოგადოებისთვის, თვითონ საზოგადოება არჩევანი უნდა გააკეთოს სხვებს შორის. რუსეთს, ევროპას ჩინეთს, ირანს და რა ვიცი კიდევ მიმართულებებს შორის. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ახლა ვხედავთ რომ ძალიან კონფრონტაციულ დამოკიდებულებაში არის ნატოსთან, ასე რომ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც. ყველასთან გვაქვს დასაცავი და აქ არავის არ უნდა მივენდოთ ბრმად. ბრმად ვინც მიენდო მათ შორის ევროპელებს, ხედავთ ჩვენ რომ დღეს გახვეულია ომში. მედიასთან დღევანდელი ვრცელი კომუნიკაცია შავა პაპუაშვილმა ტრადიციულად გამოიყენა იმისთვისაც, რომ ძირითადად თავს დასხმოდა ევროკავშირს. როგორც წესი, ამ მიზნით პაპუაშვილი იყენებს ხოლმე ყველა იმ შეკითხვას საბაბად, რომელსაც მას ჟურნალისტები სხვადასხვა თემაზე უსვამენ და მათ შორის დღეს ერთ-ერთ ასეთ საბაბად გამოიყენა შეკითხვა, რომელიც მას დაუსვეს იმ ბიზნესმენის შესახებ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში გეგმავს კონკრეტული პროდუქტების შემოტანას ოცნების მართლობის პირობებში და სწორედ ოცნების მხარდაჭერის მოლოდინით. ამ შეკითხვის პასუხად პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს არ მოხდება, რადგან მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ასეთი ვაჭრობა გულისხმობს სანქციების რისკს და პაპუაშვილმა თქვა, რომ ამას ქართული ოცნება არ დაუშვებს, თუმცა აქვე манипуляციურად მან გაიხსენა ყულებთან დაკავშირებული გამოცდილებაც, თუმცა ამ გამოცდილებაში აქვე უნდა ვთქვათ, რომ ოცნებისთვის ასარგებლო არაფერია, რადგან სწორედ ამ გამოცდილებამ აჩვენა ის, რომ ქართული ოცნება თანამშრომლობს ოკუპანტ რუსეთთან სანქციებისთვის გვერდის ავლის გზით ეს დაადასტურა სწორედ ევროკავშირმა, ამაში ამხილა ევროკავშირმა შეიძლება ითქვას ქართული ოცნება და მხოლოდ იმ პირობით, რომ ივანიშვილის პარტია შეწყვეტდა ოკუპანტთან სანქციების გვერდის ავლის გზით თანამშრომლობას, გადაწყვიტა, რომ ყულევის პორტი სანქციების მეოცე პაკეტიდან ამოიღო, თუმცა ამ თემაზე დღეს როგორც გითხარით, პაპუაშვილმა манипуляციურად ისაუბრა და ამის შემდეგ საუბარი გააგრძელა ისევ ევროკავშირზე თავდასხმით. ვიცით რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს რომ ევროკავშირის სანქციები დავიცვათ, მაგრამ მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომის და პატივისცემის გამო
უზრუნველყოფთ ამ ყველაფერს და არა ბრიუსელისთვის და კიევის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეს უმადურობას ხედავთ, მათ შორის ბრიუსელისგან ბოლო დროს უმადურობის მაგალითი იყო ყულებთან დაკავშირებით ცილის წამება, რომელიც დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა санქციების დარღვევისა, რომლის შემდეგაც ბოდიშიც კი ვერ მოვისმენთ მათი მხრიდან. აქ რო ცდილობდნენ ხელისუფლებების დამხობას, სხვა ხალხის მოყვანას ხელისუფლებაში, რო ცდილობდნენ ჩვენს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ამის გამო ქართველმა ხალხმა ევროკავშირის ბრიუსელის მიმართ ნდობა დაკარგა და შესაბამისად ჩვენ საუბრობთ არა იმაზე, რომ პრო რაღაცა ვიყოთ, არამედ ჩვენი ინტერესები როგორ გავატანოთ. აი ამ პროფიქმა მიიყვანა ზუსტად აქამდე ზოგიერთი ქვეყანა ომის ზღვარზე თუ ომში შეიყვანა და ჩვენც მიგვიყვანა იმაზე, რომ ყავს დღეს ასე ვთქვათ ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტში გადავარდნილი ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელსაც უბრალოდ რო დაანახებ, ასე ვთქვათ, ბრიუსელის რომელიღაცა პრესკონფერენციის დარბას, ის გონია საკურთხეველი რაღაც რელიგიური. ასე რომ აი ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც აი ამ მცირე ჯგუფში პროტესტანტებისა ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება ქართული ოცნების გზავნილებს შეერთებული შტატების მისამართით, როგორც ეს ნატოზე შალვა პაპუაშვილის პასუხშიც მოისმინეთ, ოცნება ცდილობს, რომ საკუთარი პოზიცია წარმოაჩინოს ყველა შემთხვევაში დონალდ ტრამპის პოზიციის მსგავს პოზიცია და როგორმე დაუკავშიროს საკუთარი მაგალითად კრიტიკული დამოკიდებულება ნატოს მიმართ, ამ ორგანიზაციის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკულ დამოკიდებულებას, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უნდა ითქვას, რომ ოცნებისთვის შეერთებული შტატებისგან მხოლოდ უსიამოვნო გზავნილებია და ერთ-ერთ ასეთ უსიამოვნო გზავნილად ფასდება ის ახალი კანონპროექტის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ჩინური და რუსული გავლენის შესწავლას და იმის განსაზღვრას, საერთოდ ღირს თუ არა შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს ინვესტირება ქართულ პროექტებში. თუმცა ამ ახალ ინიციატივას ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც ეს მოსაუბნელიც იყო, უწოდა მისი ინიციატორების ახირება და თქვა, რომ ეს არის მათი პრობლემა და არა პრობლემა ქართული ოცნებისთვის.